الحمد لله نحمده ونستعين ونستغفر ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله واطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم ومن آياته أن خلق لكم من أنفسكم أزواجا لتسكنوا إليها وجعل بينكم مودة ورحمة إن في ذلك لآيات لقوم يتفكرون صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم خير النكاح أيسره صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძირფასო მორწმუნეებო, ჩვენი დღევანდელი ხუთბის თემა იქნება ოჯახური კერა. აიათი კერიმე, რომელიც წავიკითხეთ გამჩენი ბრძანებს, მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინათ თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის. როგორც ამ აიათიდან ვიგებთ, ღვთიური წყალობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება დედამიწაზე სწორედ ოჯახური კერაა. ძვირფასო მორწმუნეებო, ოჯახი არის ურთიერთთანაგრძნობისა და სიმშვიდის მყუდრო სავანე, რომელიც ერთგულებისა და წმინდა კავშირის საფუძველზე მყარდება. ეს არის სულიერი კერა, სადაც სირთულეებს ერთად უმკლავდებიან, დარდს ინაწილებენ და სიხარულს აორმაგებენ. ოჯახი არის უსაფრთხო თავშესაფარი, რომელიც ჩვენს სულს იცავს და გვაშორებს ყოველგვარ არასწორს. ეს არის უმთავრესი საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს თაობიდან თაობას, შვილიდან შვილიშვილებს გადავსცემთ. ძვირფასო მორწმუნეებო, ოჯახად ყოფნა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას და ყოფიერების გაყოფას არ ნიშნავს. ოჯახად ყოფნა ეს არის ხელჩაკიდებული სვლა იმ დიდი მიზნით, რომ ეს წუთი სოფელის და საიქიო ცხოვრებაც სამოთხედ ვიქციოთ. ეს არის სულიერი ძალა, შეინარჩუნო და განამტკიცო ერთობა როგორც ხინში, ისე განსაცდელის ჟამს. ოჯახად ყოფნა ჩვენი საყვარელი შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სამაგალითო ცხოვრების საკუთარ ყოველდღიურობაში ასახვაა. მის მსგავსად იყო ისეთი საიმედო მეუღლე, რომლის ხელისა და ენისგან ყველა ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობს თავს. იყო ისეთი მოსიყვარულე მამა, რომელიც ქალიშვილის დანახვაზე ფეხზე წამოდგება და მოწიწებით დაუთმობს თავის ადგილს. იყო ისეთი სათნო ბაბუა, რომელიც ლოცვისას მხრებზე აცოცებულ შვილიშვილებს თამაშარ ჩაუშლის და მათ გამო სეჯდეს გაახანგძლივებს. და ბოლოს იყო ისეთი მოწყალე ადამიანი, რომელიც ობლებსა და ზრუნებოლა მოკლებულ ბავშვებს ფარველობის კალთას გადააფარებს და ნამდვილ ოჯახის სითბოს აგრძნობინებს. ძვირფასო მორწმუნეებო, სამწუხაროდ დღითი დღე სუსტება და ზიანდება ჩვენი საოჯახო ფასეულობები. ქორწინება მძიმე ტვირთად საღდება, ხოლო მარტოხელეობისა და უპასუხისმგებლო თანაცხოვრების კულტი პირიქით წახალისებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მტკიცე რწმენით ყოველი არსების სარჩო და ბარაქა მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს გამჩენს ეკუთვნის, საზოგადოებაში მაინც სულ უფრო ღმადი დგავს ფეს მცდარი შეხედულება, თითქოს შვილების ყოლა ცხოვრებას ართულებდეს. არადა ნებისმიერი სახელმწიფოს მომავალი, ნებისმიერი თემის მომავალი სწორედ მყარ ოჯახის შექმნაზეა დამყარებული, მის დაცვასა და მის გამტკიცებაზეა დამოკიდებული. ერების უპირველესი სიმდიდრე ხომ ის თაობებია, რომლებიც ეროვნული და სულიერი ღირებულებებით იზრდებიან. სწორედ ამიტომ ჩვენი თვალისჩინი შვილების დაოჯახებაში ხელშეწყობა არა მხოლოდ მშობლების, არამედ მთელი საზოგადოების ერთობლივი ვალდებულებაა. ძვირფასო მუსლიმებო, მოდით ჩვენს ცხოვრებისეულ პრინციპად ვაქციოთ შუამავლის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგი რჩევა, რომელიც დასაწყისში წავიკითხე. ყველაზე სათნო ქორწილება, ყველაზე ბარაქიანი ქორწილება ისაა, რომელიც ყველაზე მეტად მარტივია.
ჩვენს ახალგაზრდებს და ოჯახებს მხრებზე მძიმე ტვირთან ნუ დავაწვევით პომპეზურებასა და ფლანგვაში დაფუძნებული ნიშნობისა და ქორწინების ცერემონიებით. ჩვენი სახლები მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროდ ვაქციოთ. ჩვენი შვილები, რომლებიც ღმერთის წყალობა ბარაქის საფუძვლად დავინახოთ. ხუთბას კი ალლაჰის შუამავლის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგი ხადისით დავასრულებთ. თქვენ შორის საუკეთესო ისა, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა თავის ოჯახს. მე კი თქვენ შორის ჩემი ოჯახის მიმართ ყველაზე საუკეთესო ვარ. ელა ინ აჰსანალ კალამი ვა აბლა'ან ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام